უფრო ეთერში ხარ და აი ეს დღეები Facebook-ში გამომივიდა დისკუსია ტრამპზე და ასე შემდეგ და ერთ-ერთი არგუმენტი რომელიც მივიღე არის ესეთი რომ შეშფოთებულები წერენ ასეთ რამეს რომ საშინელება მოხდა ესე იგი ტრამპი გამოვიდა ჯანდაცვის ორგანიზაციიდან და პარიზის ებიდან ხო და ეხლა მინდა უბრალოდ გამოვიყენო შემოვიდა იქნება მოკლედ თქვა რატომ არის ცუდი პარიზის მოდით დავიწყოთ იქიდან რომ მიაქციეთ ყურადღება მოდით დავიწყოთ კლიმატის ცვლილებიდან რა მიაქციეთ ყურადღება რამდენი ხანია არ მოგისმენია CO-ზე ლაპარაკი აი დაფიქრდით ხო რამდენიმე წლის წინათ იყო ყველი წივილი CO იზრდება იქ ძროხები აკუებენ ის რაღაცა ხდება ეს ხდება ვაიმე რაღაცა გავაკეთოთ ძროხები დავხოცოთ კი ეგეც კი იყო და ერთ მომენტში შეწყდა CO-ზე ლაპარაკი. რატო შეწყდა იცით? იმიტომ რომ CO-ზე ლაპარაკი იყო ტყუილი, რა CO არის არა მიზეზი კლიმატის ცვლილების, არამედ შედეგი. ხო. ეს დამტკიცდა რა. ანუ და პლუს ესე იგი პარიზის კლიმატის კონვენცია ამბობდა რომ კლიმატის ცვლილება არის man-made და რომ ადამიანის გაკეთებული. კლიმატი რა თქმა უნდა იცვლება ძალიან საინტერესო და ძალიან დიდ ზემოქმედებას ახდენს ისტორიაზე, განსაკუთრებით წარსულში ახდენს და ძალიან დიდ ზემოქმედებას ისტორიაზე, სხვა შორის საქართველოს ისტორიაზე ძალიან მნიშვნელოვანი გავლენები აქვს მოხდენილი, მაგრამ ეს ადამიანის ფშოში არ არის აქ რა, ეს იცვლება წესით ცვლილებას, არის დიდი გამყინვარებები, დიდი დათბობები, არის პატარა გამყინვარებები, პატარა დათბობები, ხო? არიან თეორეტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ ესე იგი ცივილიზაციების ბუმი უკავშირდებოდა დიდ დათბობებს რა. და პირიქით ესე იგი და საერთოდ ისა პირველი დასახლებების გაჩენა სხვა შორის რომლის რიგშიც არიან საქართველოში არსებული მეგალითები პირველი დასახლებების გაჩენაც არის დამოკიდებული დიდ დათბობაზე და ასე შემოგე ბევრი რაღაცა რა მოკლედ ეს ესე იგი პარიზის კლიმატის კონვენცია იყო აბსოლუტურად ბლეფი რა რითაც ესე იგი ფულს აკეთებდნენ და ფულს ართმევდნენ ბილიონერებს ფულს აკეთებდნენ მე ამ ფულს სადღაც რიცხავდნენ ცდილობდნენ რომ ისინი რეალური პრობლემები რომელიც იყო პოლიტიკური პრობლემები დაეფარათ აი ამ კლიმატის ცვლილების პრობლემებს მოკლედ ეს არის ეს იყო ჩვეულებრივი ბლეფი და რჩება ბლეფად რა ისტორიაზე თუ გინდათ მე ცალკე გადაცემაზე მოვაწყოთ ამაზე და ისტორიაზე ვილაპარაკოთ როგორ დაიწყო ეს როგორ დაიწყო პლუს კიდე მით უმეტეს აი სულ რო კარგი ყოფილიყო და სწორი როგორც ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში კარგად იყენებენ ამას აი ეს ბიუროკრატები და კორუფციონერები რომლებიც ეს ბიუროკრატია და კორუფციონერები ეს არის მხოლოდ ზედამხარი, ანუ ზედაპირი, რომელსაც ჩვენ ხედავთ, რაც არ ხედავთ, ეს არის ძალიან დიდი ფულის მოძრაობა მთელ მსოფლიოში და ძალიან დიდი ფულის მოძრაობა ფაქტიურად ესეთი აი ისა შიში რო არის, შიში არის გლობალური მთავრობის და ფაქტიურად ეს იყო რა გლობალური მთავრობა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, იმიტომ რომ ეს კლიმატის ცვლილება იყო ძალიან ბევრი ქვეყნის პირველ რიგში, ხო? ეს ღარიბაშვილის რაღაც ერთიოჯერ თქვა, ხო, სადღაც ჩვენ CO შემცირებაზე რაღაცა უნდა გავაკეთოთ, ხო? რაღაცა ისინია. კომიკური მომენტები. მოკლედ აქედან გამოსვლა იყო მხოლოდ კარგი რა, იმიტომ რომ ამერიკა შეწყვეტს ამ სისულელეში ფულის ხარჯვას და ამ ფულს გაუშვებს უფრო რეალური მიმართულებით რა.